ღირსი პაისი ათონელი. სიტყვანი მონაზნური ცხოვრების შესახებ. თავი მეოთხე. იღუმენია და მონაზნობის მსურველები. მამაო, როდესაც რომელიმე გოგონას უჭირს არჩევანის გაკეთება ქორწინებასა და მონაზნობას შორის, მართებულია რომ დავეხმაროთ, რათა გაერკვეს საკითხში და აღარ გაწვალდეს. დედაო, როცა გოგონა წვალობს და ვერ გადაუწყვეტია ქორწინება აირჩიოს თუ მონაზნობა, უმჯობესია შეეშვა და თავისით გადაწყვიტოს, რადგან თუ გავლენის ქვეშ მოექცა და მონაზნობისკენ მიიდრიკება, მაშინ როცა შინაგანად 50%-ით ქორწინებისკენ იხრება, ეს მიდრეკა გარეგანი იქნება და არა შინაგანი. ასეთ შემთხვევაში არსებობს საფრთხე, რომ პირველივე სირთულისას, რომელსაც მონასტერში წააწყდება, დაიწყოს გულის სიტყვების შეთხზა, შემდეგ კი გამუდმებით დაიტანჯოს. დაინახავს რომელიმე თავის მეგობარს შვილებთან ერთად და იტყვის, აი მეც რომ დავქორწინებულიყავი. და თუ მამაკაცები, როცა მონაზნურ ცხოვრებაში მოსვენებას ვერ პოვებენ, მიდიან მონასტრიდან, თუმცა შემდეგ შეიძლება მოინანიონ კიდეც და თავისი მეტანიის ადგილს დაუბრუნდნენ, აი ქალები ჩვეულებრივ არ მიდიან მონასტრიდან, მაგრამ შემდეგ რაც უნდა უთხრა მათ, გამუდმებით იმეორებენ, თავი დამანებე, თვითონაც იტანჯებიან და სხვებსაც ტანჯავენ. ამიტომ თითოეულმა, ვისაც მონაზნობა სურს, კარგი იქნება გამოცდები ჩააბაროს მონასტრის მიღმა ერში ყოფნისას, რამდენი ხანიც უნდა დასჭირდეს, რათა კარგად გაერკვეს საკითხში. მამაო, გოგონები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მონაზნობით, მაგრამ ვერ იღებენ გადაწყვეტილებას მონაზვნად აღკვეცასთან დაკავშირებით, ხშირად გვეკითხებიან, დღეს რატომ არ არის მონაზნობა ისეთი მკაცრი, როგორც უწინ? დედაო, როცა ასეთ შეკითხვას სვამენ, უპასუხე, მოდით მონასტერში და თქვენი ცხოვრეთ ისე, როგორც ძველად ცხოვრობდნენ. მამაო, შეიძლება მათი ეს გული სიტყვა საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენისგან მომდინარეობდეს. დედაო, შესაძლოა ამ გზით საკუთარი თავის გამართლებაც კი სურდეთ. ანუ ისინი იტყვიან, დღევანდელი მონაზნობის შემხედვარე რა უნდა ვაკეთო მონასტერში რომ წავიდე? ამდენად მათ ხელს აძლევს რომ სახლში დარჩნენ და თვითნებურად იცხოვრონ. მამაო, ერთ გოგონას განსაზღვრული კი აქვს მონაზნობა, მაგრამ ვერ გადაუწყვეტია თავისი სამუშაოს დატოვება და მონასტერში მოსვლა. ამასთან ვერც ერში პოვებს მოსვენებას და წუხს ამის გამო. რა შეგვიძლია მოვიმოქმედოთ მის დასახმარებლად? არა უშავს დედაო, დამწუხრდეს მცირედით. იმისთვის რომ მონაზონი გახდე, ჯერ კარგად უნდა გაწვალდე. ასე რომ უმჯობესია მეტხანს გამოიცადოს ერში, რათა უკეთესად შეიცნოს თუ რა სითხოვს მონაზნობა, კარგად გააცნობიეროს რასთან აქვს საქმე, შემოიკრიბოს გონება ამასოფლის საქმეთაგან და შემდეგ შეუდგეს მონაზნურ ცხოვრებას. ამდენად როცა უკვე მონასტერში მოვა, ღმერთის მადლიერიც იქნება. აქ ვხედავთ მონაზვნებს, რომლებიც ერში გამოიცადნენ, თუმცა ახლა მონასტერში ყველაფერი დაივიწყეს. დარდობენ უმნიშვნელო რამეებზე და შენც გამწუხრებენ თავიანთი ახირებებით. ამ გოგონას კი საერთოდ არ გაუვლია წვალება, ამიტომაცაა რომ ჯერ კიდევ იზიდავს სოფელი, ასე რომ მიუშვი, რომ გაირუჯოს მზეზე, რათა ჩამოყალიბდეს, მოშორდეს ერული სიმწყლატე. იქნებ ასე გააცნობიეროს მონასტრის სამოთხისეული გარემო და მიატოვოს ერის ჯოჯოხეთი. არიან ზოგიერთები, ვისაც კარგი შეჯანჯღარება სჭირდებათ, ცოტა ცხვირპირიც უნდა წაიმტრიონ, რადგან მაშინ უკეთესად შეძლებ მათთან საერთო ენის გამონახვას. სხვაგვარად შენი საუბარი წყლის ნაყვა იქნება. მამაო, ერთი გოგონა უკვე წლებია მონაზნობაზე ფიქრობს, 40 წელს მიაღწია და ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია.
დედაო, ვინც ბავშვობიდან არ გაარკვევს, რომელ გზას გაყვეს, საბოლოოდ არც ქორწინდება და არც მონასტერში მოდის. გარკვეული პერიოდი მონასტერში რჩება, ბეზრდება და შემდეგ ერში ბრუნდება. მცირე ხნით ერში ჩერდება, იქაც ბეზრდება და კვლავ მონასტერში ბრუნდება. მისთვის მოსაბეზრებელია ცხოვრება მონასტერშიც და ერშიც, საბოლოოდ კი გამოუსადეგარი ხდება. ასე გადის წლები და შემდეგ რომც გადაწყვიტოს მონაზნობა, კვლავ ბუნდოვანი რჩება, დადგება თუ არა მისგან კარგი მონაზონი. მამაო ერთ გოგონას არ სურს თავის მშობლებს უთხრას, რომ მონაზნობა გადაწყვიტა და ამჯობინებს მონასტერში მოვიდეს, შემდეგ კი მონასტერმა გასცეს მათ პასუხი. დედაო, წლების განმავლობაში მივხვდი, რომ ქალები განსაკუთრებით ვიდრე მონასტერში წავლენ, ბუნდოვანს ტოვებენ ზოგიერთ საკითხს, როგორც საკუთარ თავთან, ისე მშობლებთან მიმართებით და მონასტრისგან ითხოვენ დახმარებას. შედეგად მონასტერში წარმოიქმნება პრობლემები, აყალმაყალი, მუქარები და ასე შემდეგ. არადა მონასტრები იმისთვისაა, რომ უმაღლესი სულიერი დახმარება გასწიონ და არა უმდაბლესი. მამაო, როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა გოგონები, რომლებიც საერო ცხოვრებაში მატერიალურ ყოფას იყვნენ მიჯაჭვულნი, მონასტერში მიღებას ითხოვენ? დედაო, აქ სიფრთხილეა საჭირო. აუცილებელია მათ საკმაო ხნით ადევნო თვალყური, რათა დარწმუნდე აქვთ თუ არა მტკიცე ხასიათი. როგორც ხედავ, იმ უწესრიგობებსაც კი საერო ცხოვრებაში რომ ჩადიოდნენ, არ ყვებიან მოკრძალებით. მხოლოდ ამითაც კი მიხვდება ადამიანი, რომ მათ არა აქვთ სინანული. ხოლო სინანულის არარსებობის პირობებში როგორ უნდა იცხოვრონ მონაზნურად. ასევე გოგონები, რომლებიც გახლართულნი იყვნენ აღმოსავლურ რელიგიებში, იოგა და ასე შემდეგ, თავბრუ დახვეულნი არიან და მათთან საერთო ენას ვერ პოულობ. ამ ადამიანებთან ერთობ დიდი შრომაა საჭირო, რომ მონაზნობა შეძლონ. საკითხი არც ისე მარტივია. მამაო, ერთმა გოგონამ, რომელმაც მონაზნობა გადაწყვიტა, მითხრა, რომ ხშირად მომდის აზრად, შესაძლოა იღუმენია გავხდეო. დედაო, ნუ დაკარგავ დროს იმ გოგონებთან, რომლებსაც წინამძღვრობა სურთ. მარტოოდენ ეს აზრიც კი ცხადყოფს, რომ ადამიანი სულიერად სნეულია. რად გინდა ასეთი მონასტერში? დურგალი რომ ვიყავი, დაბრეცილ ფიცარს არ ვიყენებდი დასამუშავებლად. რატომ უნდა ავიღო? იმისთვის, რომ დრო უქმად დავკარგო. თუ იმიტომ, რომ სხვებიც დაბრიცოს. დაბრეცილი ფიცრისგან შეიძლება ნორმალური კარი გამოიყვანო. ვერ გამოიყვან. მხოლოდ მშენებარე შენობის კარკასისთვის თუ გამოდგება ბეტონის ჩასასხმელად. მამაო, როგორ გავიცნოთ უკეთესად გოგონა, რომელსაც მონასტერში დარჩენა და მონაზნობა სურს? პირველ ყოვლისა, დედაო, ნახეთ თავად რა სურს სინამდვილეში. შემდეგ ნურც მაშინვე დაიტოვებთ და ნურც გაუშვებთ. დროდადრო მოვიდეს, ისტუმრეთ მონასტერში, მაგრამ თავის მშობლებთანაც მოგვარებული ქონდეს საკითხი, რათა პრობლემები არ გაგიჩნდეთ. დაეხმარეთ რამდენადაც შესაძლებელია, რომ ჩასწვდეს მონაზნობის არსს, რათა მონასტერში გარკვეული მოვიდეს და ისე არ მოხდეს, რომ შემდეგ, როცა რაიმე არ მოეწონება, ადამიანურ ნუგეშს ან საპატიო მორჩილებებს ითხოვდეს. ვიდრე ადამიანი მონაზნობას შეუდგება, საჭიროა რამდენადაც შესაძლებელია გათავისუფლდეს ყველა ამსოფლიური კვანძისგან, ანუ ვნებისგან, რათა მზად იყოს, რომ კრებულს შეექსოვოს. როცა ადამიანი კვანძებისგან გახსნილი მოდის ზოგად საცხოვრებელში, ადვილად ჩაექსოვება ხალიჩას, ანუ მოერგება მონასტერს. ხოლო თუ კვანძები აქვს, გამუდმებით გამოედება რაღაცას და სხვებსაც შეაფერხებს. ამიტომ მკაცრი შერჩევაა საჭირო. მამაო, რა კრიტერიუმებით უნდა იქნეს შერჩეული გამოსაცდელი მონაზვნები?
თავიდანვე გაერკვნენ რას სურთ, ანუ მტკიცედ ჰქონდეთ გადაწყვეტილი მონაზნობა და არ იძახონ ვფიქრობ ქორწინებაზეც, ვფიქრობ მონაზნობაზეც. დაწყება უნდა იყოს ვაჟკაცური, სხვაგვარად თავს იჩენს სუბფებრილური ტემპერატურა, ანუ ხანგრძლივი დროით მცირედ მომატებული სხეულის ტემპერატურა. მოცემულ შემთხვევაში ღირსი მამა იყენებს აღნიშნულ სამედიცინო ტერმინს იმისთვის, რათა ნათლად წარმოაჩინოს თუ რაოდენ საზიანოა მონაზნობის მსურველისთვის ამსოფლიური გულისთქმები და ზოგადად მერყეობა გადაწყვეტილების მიღებაში. გარდა ამისა, დააკვირდით, რომ ჰქონდეთ უბრალოება და სიმდაბლე, ერთგვარი ბუნებრივობა, ჰქონდეთ პატივისცემა და უფროს დებს ბუნებრივად დაემორჩილონ, ნუ დაიწყებენ გაპროტესტებას და პრობლემების წარმოქმნას. თუ ადამიანი არ არის ბუნებით მდაბალი, მასთან ბევრი მუშაობაა საჭირო. ამასთან თუ დინამიურიც არის, კიდევ უფრო მეტი შრომაა საჭირო, რადგან უფრო რთულია სხვებს დაექვემდებაროს. მამაო, შესაძლებელია ზოგიერთი გოგონა გარეგნულად ისე ჩანდეს, რომ სწორი ხედვა აქვს მონაზნობის შესახებ, სინამდვილეში კი პირიქით იყოს. დიახ, დედაო, შესაძლებელია, რომ თეორიულად სხვადასხვა სულიერ რამეს ამბობდნენ წმინდა მამათა წიგნებიდან ან ჭკვიანურად საუბრობდნენ, მაგრამ ყველაფერი ფარისევლური ყალბი იყოს. ამიტომ საჭიროა დიდი ყურადღება და ბევრი ლოცვა, რათა ყალბი ადამიანის ნამდვილისგან გარჩევა შეძლოთ. როცა მაღალ ფარდოვნად საუბრობენ, რომ სურთ მონასტერში მოსვლა, რათა ჯვარს ეცვან და ასე შემდეგ, რასაც ამბობენ, იმისგან ნახევარი უნდა მიიღოთ მხედველობაში. ზოგიერთი ამას თავგანწირვით ამბობს, მაგრამ არიან სხვებიც, რომლებიც ეგოისტურად აცხადებენ. ასევე მაგალითად მთელი მსახურების განმავლობაში ფეხზე დგომა. ამის საფუძველი ყოველთვის კრძალულება როდია. ეს კაცთმოთნეობითაც შეიძლება შესრულდეს. შესაძლოა ზოგიერთი ქსოვდეს სკვნილებს, კითხულობდეს პარაკლისებს, მაგრამ ამასაც ასრულებდეს როგორც ერთგვარი დროის გაყვანის ხერხს. ვისურვებდი ადამიანები ცოცხლები, ვაჟკაცები იყვნენ, შეასრულონ სულიერი კანონი, შემდეგ კი გულმოდგინედ წავიდნენ დასახმარებლად იქ, სადაც საჭირო იქნება. განავითარონ თავგანწირვის სულიერი დარბაისლობის სული, რათა მონასტერი საკუთარ სახლად იგრძნონ. მაგალითად, უხაროდეთ, როცა თვითონ შრომობენ, სხვები კი ისვენებენ. ასეთ ადამიანს რომც უთხრა დაისვენეო, მაინც წავა დასახმარებლად, რადგან თავგანწირვის სული აქვს. მამაო, ერთ-ერთმა გოგონამ, რომელიც ამბობს, რომ მონაზნობას სურს, ითხოვა, რომ მონასტერში მთელი ზაფხული გაატაროს, რადგან სახლში სხვადასხვა პრობლემა აქვს. მივიღოთ. დედაო, ასეთ ადამიანებთან ბევრი შრომაა საჭირო. თუ აქ მთელი ზაფხული დარჩება, მთელ დროს საუბრებში წაგართმევს. მე მას ვუთხარი, რომ მეტწილად თავის სახლთან ჰქონდეს მჭიდრო კავშირი. მონასტერში კი 2-3 დღით იაროს. ზოგჯერ თუ სურვილი ექნება, დარჩეს არა უმეტეს 1 კვირისა. თუ მას მთელი ზაფხული დატოვებთ აქ, შესაძლოა სოფლისგან კი დაიხსნას თავი, მაგრამ შემდეგ შენგან გამუდმებით ადამიანური ნუგეშის მოთხოვნა დაიწყოს, ეს კი მისთვის საზიანო იქნება. მამაო, მას დიდი დახმარება სჭირდება, რადგან მშობლებისგან არანაირი შეწევნა არ მიუღია. დედაო, იცოდე, რომ შენი მხრიდან დიდი დახმარება ზოგჯერ კი არ შველის ადამიანებს, არამედ ვნებს. ეს იგივეა, რომ ისინი ყავდეს სანერგეში, სადაც თავისით არ ძალუძთ ფესვების გადგმა. მხოლოდ მცირეოდენ სინოტივეს პოულობენ და ფესვებს იდგამენ, თუმცა ასეთი ფესვები ზედაპირულია. ამიტომ კარგი იქნება, რომ ვინც მონაზნობას ფიქრობს, ჯერ თავის სახლში ისწავლოს სულიერი სამუშაოს შესრულება და თავგანწირვა. თითოეულმა მათგანმა
პირველმა დაიწყო სახლის საქმეების კეთება და არა ისე, რომ მათ თავი აარიდოს და თავის დედას ან დას შეაჩეჩოს. ამდენად პატივისცემა, რომელიც მშობლების მიმართ ექნება, მოგვიანებით აქ მონასტერშიც დაეხმარება. ასე რომ მიუშვი ისინი, რომ დამოუკიდებლად იღვაწონ ერში, რადგან თუ ერიდანვე არ ისწავლიან დამოუკიდებლად თავის გატანას, მოგვიანებით როცა მონასტერში მოვლენ, ყველაფერს მზამზარეულს მოითხოვენ. მამაო, ერთ-ერთის მამამ შესთავაზა შვილს, რომ ვიდრე მონასტერში წავა, მანქანის ტარება ისწავლოს. დედაო, ყოველივე ეს ამაოა. ზოგიერთი სანამ მონასტერში მოვა სწავლობს მანქანის ტარებას, კომპიუტერს, უცხო ენებს, თითქოს და იმისათვის, რომ მონასტერს მოემსახურონ. შეუსაბამოა ადამიანი ასე იწყებდეს მონაზნურ ცხოვრებას. როცა მონასტერში მოდის, ისიც კი რაც იცის, შორს უნდა მოისროლოს, არათუ დამატებით სხვა რამეები ისწავლოს, ვითომ და მონასტრის დასახმარებლად. უნდა დავეხმაროთ ახალგაზრდებს, რომ გათავისუფლდნენ ამგვარი სულისკვეთებისგან, რადგან როცა ვინმე მსგავსი ერული სულისკვეთებით იწყებს, საბოლოოდ სცდება თავისი დანიშნულების ადგილს და ნაცვლად ბილიკისა ფართო გზას ადგება, შემდეგ კი აღარ აკმაყოფილებს მონაზნობა და ხარისხების სურს. არიან მოძღვრები, რომლებიც ხელს უწყობენ ამგვარ ერულ სულს. ჯერ მონასტერში არ წასულა ახალგაზრდა და ეუბნებიან, შენ მონასტრის უხუცესი გახდები, ან შენ მდივანი გახდები, ან კიდევ შენ მძღოლი იქნები. იმ წუთიდან, როცა ვინმე მონაზნობას შეუდგება, თავიდანვე უნდა მიიღოს მონაზნური ელფერი, როგორც მაგალითად ნაჭერი, რომელიც შავად შეიღებება. შემდეგ რამდენიც არ უნდა რეცხო, შეიძლება ოდნავ გახუნდეს, მაგრამ ფერს მაინც არ კარგავს. ასევე მონაზონი, თუ თავიდანვე სწორად მიიღებს მონაზნურ ელფერს, შემდეგ აღარ გაუჭირდება, ბუნებრივად მიიწევს წინ. ამიტომ საჭიროა, რომ ახალგაზრდა შეუღებავ ბავშვებს თავიდანვე მისცეთ სულიერი საღებავები, უბრალოება, დაფარულში ყოფნის სიყვარული, თავგანწირვის სული. ეს არის სულიერი ადამიანის მახასიათებლები.